საქართველოში ჩატარებული სხვა საერთაშორისო ღონისძიებების მსგავსად მსოფლიო თასის პირველი საფინალო დღეც წარმატებით დასრულდა. ჩემპიონ პრიზიორები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გამოვიდნენ. ჩვენს ქვეყანაში 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი იმყოფება. მთავარი ღონისძიება კი ხვალ შედგება. სკიკროსის შემდეგ სნოუბორდ კროსი. მსოფლიო თასს კვლავ გუდაური მასპინძლობს. საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი იმყოფება. დღევანდელმა მსოფლიო თასის ეტაპმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. საერთაშორისო ფედერაციის დელეგატების მხრიდან კარგი შეფასებები გვაქვს. დღეს იყო პირველი საფინალო დღე, ხვალ გრძელდება მეორე საფინალო დღე იქნება და ეს არის კიდე ერთი დიდი წარმატება ქვეყნისთვის. მსოფლიოს წამყვანი ზამთრის სპორტის ქვეყნები საქართველოში ლიდერი სპორტსმენებით იმყოფებიან. ერთმანეთს კონკურენციას მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონებიც უწევენ. რეიტინგში დაწინაურებისთვის კვალიფიკაცია დაძლეული 64 მონაწილე იბრძოდა. ქალთა შორის ფრანგულ დუელში ჯულია პერეირა დე სოუზამ არაერთგზის ჩემპიონ ლეა კასტას აჯობა და პოდიუმზე 3 წლიანი პაუზის შემდეგ ავიდა. მესამე ადგილი კი ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიკელა მოიოლიმ დაიკავა. ვაჟებს შორის კი დაძაბულ ფინალში ყველას ავსტრიელმა სპორტსმენმა იაკუბ დუშეკმა აჯობა. 3 წლიდან ამ სპორტში ვარ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უამრავი ტრამვის შემდეგ შრომა დამიფასდა. ამ გამარჯვებას გარდაცვლილ მამას ვუძღვნი. ძალიან კარგი ამინდია, თავს ისე უგზნობ როგორც საკუთარ სახლში. საოცარი ტურნირი გამოვიდა. ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. მშვენიერი ამინდი და სათხილამურო ტრასაა. ძალიან მომეწონა ჩემი ასპარეზობაც. ვფიქრობ, აქ კიდევ დავბრუნდები. 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამე მსოფლიო თასის ეტაპი ტარდება. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. საერთო რეიტინგს შარლოტ ბენქსი და ელიოტ გრონდინი ლიდერობენ. ტურნირის ფარგლებში საქართველოში სპორტის მინისტრი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ტურნირები ზამთრის სპორტის განვითარებას და ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს. ზამთრის კურორტებისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთი შეჯიბრებების ჩატარება. სასიხარულოა, რომ დღეს სამთოს სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და დღეს ამიდმა ძალიან გაგვიმართლა, ძალიან კარგი ლამაზი შეჯიბრი გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეჯიბრებების ჩატარება მომავალში ხელს შეუწყობს ამ სპორტის დისციპლინის განვითარებას საქართველოში. შეჯიბრები ძალიან წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, თის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ იმ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება. ჩატარებული ღონისძიებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან წარმატებულად შეფასდა როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ამის შედეგია ის ფაქტიც, რომ გუდაური და ბაკურიანი მუდმივ კალენდარში ჩაჯდა. ფანტასტიკური ტურნირი გამოვიდა, კარგი ორგანიზება იყო. ამინდმაც ხელი შეგვიწყო შესანიშნავი სნოუბორდის ჩვენებაში. ვიმედოვნებ საქართველოში სამომავლოდაც ვიხილავთ მსგავს მაღალი დონის ტურნირებს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მეორე ფინალური დღე ხვალ გაიმართება. მსოფლიო თასის მესამე ეტაპით კი 2024-25 წლების სეზონი დაიხურება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალებს აგრძელებს. ღონისძიებას გუდაური მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში ადგილზე კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარია მოწყობილი. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები. უკვე მეორე წელია გემოვნებიანი მუსიკა და გემრიელი კერძები გიზგის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. სვანეთის შემდგომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებას გუდაური მასპინძლობს. ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი ძალიან კარგია მეწარმეებისთვის. ვერცობით ყველანი, ბევრი სტუმრები მოდიან, ტურისტები, ძალიან ბევრი ტურისტები იყვნენ სხვათა შორის წელს. ჩვენ რა ვიცი, ბურგერი გვაქვს წარმოდგენილი, გვაქვს ვეჯი ვრაპი და ძალიან გემრიელი კერძები და ყველა ვინც აქ არის, ყველა ძალიან კარგი და გემრიელი კერძები აქვს წარმოდგენილი. ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ გიზგიზის ფარგლებში არაერთი კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი პროდუქტები წარმოედგინათ. გუდაურში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არაერთი მეწარმე ჩამოვიდა, რომლებიც ტურისტებსა და დამსვენებლებს გემრიელ კერძებს სთავაზობდნენ. გუდაურში ვარ პირველად და ძალიან გადააჭარბა მოკლედ მოლოდის. ძალიან სასიამოვნოა, აქაც კარგი გამოცდილებაა, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი
სვანური ჭიშტვარი და სვანური სალათი, ასევე პიტაკუბდარი, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და სინამონ როლები და ამით მასპინძლობ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. გიზგიზის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი აქტივობაც მოეწყო. მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავდნენ. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას, როგორც ტურისტები, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა ღონისძიება. ჩვენი ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობდა მსოფლიო თასი სნოუბორდში, რაც ასევე ძალიან წარმატებულად ჩატარდა და შეფასებები უკვე ცხადყოფს, რომ ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ფესტივალით კმაყოფილები არიან უცხოელი დამსვენებლები. ქართველი მეწარმეები კი ამბობენ, რომ ტრადიციული და თანამედროვე კერძების დაგემოვნების შემდეგ უკმაყოფილო არავინ რჩება. მე გერმანიიდან ვარ. პირველად საქართველოში 12 წლის წინ ჩამოვედი. ახლა გადავწყვიტე კიდევ ჩამოსულიყავი. ნამდვილად შესანიშნავი გარემოა. მშვენიერი ბუნება, კარგი თოვლი და შესანიშნავი გარემო. ფესტივალი გიზგიზი ძალიან მოგწონს, უკვე მეორე წელია რაც ვიღებთ მონაწილეობას. სვანეთიდან ეხლა აქ ჩამოვედით, მუშაობთ იდეალურად, ხალხსაც მოწონს. რაც თავარია, არის იმდენი ხალხი, რომ ყველას კერძს აგემოვნებენ. გიზგის ფესტივალი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის დასკვნითი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება ერთდღიანი იყო და ის ზამთრის პირველ ფიფქებთან ერთად კვლავ დაბრუნდება. ასეთი იყო